მოგესალმებით. დღეს განვიხილავ წარსულ სრულ დროს. past perfect. Როგორი წარმოება ეხა ეს დრო? ეს დრო იწარმოება had plus ზმნის მესამე ფორმა. ყველა პირში და რიცხვში იქნება ასე. მაგალითად, I had left, you had left, she had left, he had left, it had left. We had left, you had left, they had left. ახლა კითხვითში had გადმოდის წინდადების თავში. Had I left, had you left, had she left, had he left, had it left, had we left, had you left, had they left. უარყოფითში იქნება I had not left, you had not left, she had not left, he had not left, it had not left, we had not left, you had not left, და they had not left. ახლა როდის გამოვიყენებთ ამ დროს? თუ გვაქვს ერთი მოქმედება წარსულში. გამოვიყენებთ past perfect, როდესაც ამ ერთ მოქმედებას ვუწესებ დროის საზღვარს. მაგალითად, რას ნიშნავს ახლა დროის საზღვარი? იმ კონკრეტული დროის საზღვარზე უკვე დასრულებული იყო. მოდი ახლა განვიხილოთ მაგალითები. მე 5 საათისთვის დასრულებული მქონდა მუშაობა. ანუ დროის საზღვარი არის 5 საათისთვის, ხოლო ამ 5 საათისთვის მე ჩემი შედეგი მქონდა. ანუ ამ 5 საათისთვის მე რაღაც კონკრეტული მოქმედება, ამ შემთხვევაში მუშაობა, დასრულებული მქონდა. I had finished my work by 5 p.m. შუა დღემდე წასული იყო. ანუ ის შუა დღე რომ მოვიდა, მას უკვე ეს მოქმედება დასრულებული ჰქონდა. ანუ წარსულში მე ეს შედეგი მქონდა. She had left before noon. მას თვის ბოლომდე გადახდილი ჰქონდა გადასახადები. თვის ბოლომდე არის by the end of the month. ანუ ეს გადახდა უკვე იმ დროისთვის შესრულებული იყო. She had paid the bills by the end of the month. ჩვენ პარასკევისთვის უკვე დასრულებული გვქონდა პროექტი. ანუ პარასკევი რომ მოვიდა, იმ დროისთვის ანუ ეს მოქმედება შესრულებული იყო, დასრულებული იყო. He had completed the project by Friday. მას 18 წლისთვის ინგლისური უკვე ნასწავლი ჰქონდა. ანუ მან 18 წლამდე ისწავლა. 18 წლის რო გახდა, ეს უკვე მისი შედეგი იყო. შესაბამისად ვიტყვით She had learned English by the age of 18. მეორე შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც წარსულში ვამბობთ ორ მოქმედებას და აქედან ერთ-ერთი მოხდა პირველი. ანუ ეს პირველი მოქმედება არის past perfect. წარსულში მოხდა ორი მოქმედებიდან ერთ-ერთი უფრო ადრე. She had left before I arrived. ის ჩემ მისვლამდე წავიდა. ჯერ იმის წასვლა მოხდა და შემდეგ ჩემი მისვლა. როცა მე სახლში მივედი, მას ვახშამი მომზადებული ჰქონდა. მივედი, იმას ის უკვე მომზადებული ჰქონდა. When I arrived home, she had already cooked dinner. მათ შეხვედრა დასრულებული ჰქონდათ, როცა მე დავრეკე. რა მაგალითებიც ვთქვი? ყველა მოხდა წარსულში, ერთი მოქმედება მეორეზე ადრე მოხდა. ამ შემთხვევაში, როცა მე დავრეკე, მათ შეხვედრა დასრულებული ჰქონდათ, ანუ მათ უკვე მანამდე ჰქონდათ დასრულებული. They had finished the meeting when I called. ჯერ იმუშავა მთელი დღე და შემდეგ დაიღალა, ხო? ორივე წარსულია. ჯერ იმუშავა არის და მერე დაიღალა. He was tired because he had worked all day. ჩვენ ვერ შევედით, რადგან გასაღები დავკარგეთ. ვერ შევედით,
რატო? იმიტომ რომ მე მანამდე გასაღები დავკარგე. We couldn't enter because we had lost the keys. როდის არ ვიყენებთ? Yesterday I had finished my work. ეს არასწორი არის. Yesterday I finished my work. ერთი მოქმედება არის წარსულში. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მაგ შემთხვევაში წარსული მარტივი დრო. ან თუ ერთ მოქმედებას ვამბობთ წარსულში და გვინდა past perfect-ის გამოყენება, მაშინ აუცილებლად უნდა დაუწესოთ დროის საზღვარი, რომ იმ დროს მე რაღაც მოქმედება დასრულებული მქონდა. როგორც განვიხილე ზევით მაგალითებში. მანქანას ვმართავდი, როცა მივხვდი, რომ საფულე დავკარგე. მანქანას ვმართავდი, რა შვებოდი? ვმართავდი, მოქმედება გრძელდებოდა წარსულში. ეს არის past continuous. I was driving. როცა მივხვდი. რა ვქენი მივხვდი? When I realized. რას მივხვდი? რომ საფულე დავკარგე. ანუ მანამდე დავკარგე მე ეს საფულე. I had lost my wallet. ის ტიროდა, რადგან ტელეფონი დაკარგა. ის ტიროდა, პროცესი იყო, she was crying. რატო? იმიტომ რომ მანამდე დაკარგა ტელეფონი. Because she had lost her phone. 5 საათისთვის მე დასრულებული მქონდა სამუშაო და ადრე წავედი. წარსულში დაუწესე საზღვარი. 5 საათისთვის მე უკვე რაღაც მოქმედება დასრულებული მქონდა. ანუ I had finished my work by 5 p.m. და ადრე წავედი. ეს ჩვეულებრივი წარსული დრო არის. And I left early. არასდროს მქონდა ნანახი თოვლი. სანამ საქართველოში გადავიდოდა. საქართველოში ის უკვე გადავიდა. მაგალითად, მე შარშენ გადმოვედი საქართველოში საცხოვრებლად და ვამბობ, რომ მანამდე, აქ გადმოსვლამდე არ მქონდა ნანახი თოვლი. ორივე მოქმედება დასრულებული არის, მაგრამ ჯერ არ მქონდა საერთოდ ნანახი თოვლი. სანამ გადმოვიდოდი. და ვიტყვი. She had never seen snow before she moved to Georgia. ესათვის სულეს იყო, თუ რაიმე დამატებითი კითხვა გაქვთ ამ კონკრეტულ დროსთან დაკავშირებით, აუცილებლად დამწერეთ კომენტარებში.